თავი 21. აჰა კანონები, რომლებიც უნდა დაუდგინო მათ. თუ ებრაელ ყმას იყიდი 6 წელი გემსახუროს. მე-7 წელს უსასყიდლოდ გათავისუფლდეს. თუ მარტო მოვიდა, მარტო წავიდეს. თუ ცოლიანი იყო, ცოლიც თან წაიყოლოს. თუ პატრონმა უთხოვა ცოლი და ცოლმა ვაჟები დაასრულები უშვა, ცოლიც და მისი შვილებიც პატრონისაა. თავად მარტო წავიდეს. თუ ყმა იტყვის, მიყვარს ჩემი პატრონი და ჩემი ცოლშვილი. არ მიდა თავისუფლებაო. მოიყვანოს მისმა პატრონმა ღვთის სამსჯავროზე. მიაყენოს იგი კართან ან წირთხლთან და სადგისით გაუხვიტოს ყური. მისი ყმა იქნება სამუდამოდ. თუ კაცი ვინმე მხევლად გაყიდის თავის ქალიშვილს, ყმასავით არ უნდა წავიდეს იგი. თუ თვალში არ მოუვიდა პატრონს, რომლის დანიშნულიც არის, თავი მაინც გამოასყიდვინოს. უფლება არ აქვს უცხოს მიყიდოს, რადგან პირი უშალა. თუ თავის ვაჟიშვილზე დანიშნავს, როგორც ქალიშვილს, ისე უნდა მოექცეს. თუ სხვა ქალს შეერთავს მას, საკვების, სამოსელის და სარეცელის უფლება არ უნდა წაერთვას. თუ ამ სამი რამით არ უზრუნველყო, ქალს შეუძლია გამოსასყიდის გარეშე წავიდეს. თუ კაცმა ცემით მოკლა კაცი, თავადაც უნდა მოკვდეს. თუ განზრახვა არ ქონია და ღმერთმა შეამთხვია, მე დავუნიშნავ ადგილს, სადაც უნდა შეაფაროს თავი. თუ კაც თვისტომის ჯავრი სჭირდა და მზაკრულად მოკლა იგი, ჩემი სამსხვერპლოდან წაიყვანე მოსაკლავად. ვინც ხელს შემოკრავს თავის მამას და დედას, სიკვდილით უნდა დაისაჯოს. ვინც კაცს მოიპარავს და გაყიდის, ან მის ხელში აღმოჩნდება, სიკვდილით უნდა დაისაჯოს. ვინც დასწევლის თავის მამას და დედას, სიკვდილით უნდა დაისაჯოს. თუ კაცები ერთმანეთს წაეკიდნენ, ერთმა მეორეს ქვა ან მუშტი დაკრა. კაცი გადარჩა, მაგრამ ლოგინად ჩავარდა, მერე თუ ფეხზე წამოდგა და ჯოხით გარეთ სიარული შეძლო, მისი მცემელი არ დაისჯება. მხოლოდ გაცდენილ დროს აუნაზღაურებს და უმკურნალებს. თუ კაცი კეტით სცემს თავის ყმას ან მხევალს და შემოაკვდება, პასუხი უნდა აგოს. ოღონ თუ ერთს ან 2 დღეს გააწია, პასუხი არ მოეთხოვება, რადგან მისი ვერცხლია იგი. თუ კაცები ერთმანეთთან ჩხუბის დროს ორ სულ ქალს დაკრავენ ხელს და მუცელს მოუწყვეტენ, მაგრამ უბედური შემთხვევა არ იქნება, ჯარიმა გადახდებათ, რამდესაც ქალის ქმარი დაუნიშნავს და მსაჯულები დაადგენენ. თუ უბედურება მოხდა, სიცოცხლე სიცოცხლის წილ უნდა ზღონ. თვალი თვალის წილ, კბილი კბილის წილ, ფეხი ფეხის წილ, დამწრობა დამწრობის წილ, ჭრილობა ჭრილობის წილ, ნატკენი ნატკენის წილ. თუ კაცი თავის ყმას ან მხევალს თვალში ჩაარტყამს და გაუფუჭებს, თვალის წილ უნდა გაათავისუფლოს. თუ ყმას ან მხევალს კბილს ჩაუნდროს, კბილის წილ უნდა გაათავისუფლოს. თუ ხარი კაცს ან ქალს უქენს და მოკლავს, ხარი უნდა ჩაიქოლოს. მისი ხორცი არ იჭმება, ხარის პატრონი უბრალოა. თუ ხარი გუშინ და გუშინ წინაც მორქენალი იყო და პატრონიც გაფრთხილებული ჰყავდათ, მაგრამ არ დააბადა ხარმა მოკლა კაცი ან ქალი, უნდა ჩაიქოლოს და მისი პატრონიც უნდა მოკვდეს. თუ გამოსასყიდს დაუწესებენ, გადაიხადოს სიცოცხლის გამოსასყიდად, რასაც დაუწესებენ. თუ ვაჟიშვილს ურქენს, ან ქალიშვილს ურქენს, ამ კანონის მიხედვით მოექცნენ. თუ ყმას ურქენს ხარი ან მხევალს, 30 შეკელი ვერცხლი გადაუხადოს მათ პატრონს, ხარი კი ჩაქოლონ. თუ კაცი ვინმე თავს ახდის ორმოს, ან თუ ამოიღებს ორმოს და არ გადახურავს და შიგ ხარი ან ვირი ჩავარდება, ორმოს პატრონმა ვერცხლით უნდა აუნაზღაუროს საქონის პატრონს, მკვდარი პირუტყვი კი მას დარჩება. თუ ვინმეს ხარი მეზობლის ხარს ურქენს და მოკლავს, გაყიდონ ცოცხალი ხარი და მისი ფასი თანასწორად გაინაწილონ, მოკლულიც თანასწორად გაინაწილონ. თუ ხარი ადრეც მორქენალი იყო და პატრონს დაბმული არ ყავდა, ხარის წილ ხარი უნდა უსხოს, მკვდარი კი მას დარჩეს. თუ ვინმე ხარს ან ცხვარს მოიპარავს და დაკლავს ან გაყიდის, ხარის წილ 5 ხარი და ცხვრის წილ 4 ცხვარი უნდა სხოს.